მოგესალმებით. დღეს ვუღრმავდებით თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებს თამარ მეფის საფლავის საიდუმლოებაზეა საუბარი. ეს ტექსტები ცოტა ლაბირინთს გავს, ანუ გვაქვს როგორც მყარი ისტორიული ცნობები, ასევე ლეგენდები, რომლებიც რატომღაც ძალიან მყარად შემორჩა. ნახოთ აბა რა მთავარ გზავნილს გვიტოვებს ეს წყაროები. დიახ, ნამდვილად საინტერესოა ეს კონტრასტი. ერთი მხრივ ოფიციალური ისტორიოგრაფიის თითქმის ერთსულოვანი პოზიცია გვაქვს, ხო? და მეორე მხრივ კიდევ აი ეს ხალხში გავრცელებული ამდენი ვერსია. დღეს ჩვენი ანალიზი დაეფუძნება მხოლოდ იმ დოკუმენტებსა და სტატიებს, რომლებიც თქვენ გადმოგვიგზავნეთ. კარგი, მოდით დავიწყოთ იმით, რაზეც თამარის თანამედროვე ისტორიკოსები, ესე იგი თანხმდებიან. თქვენს მასალებში ნახსენებია სამი ძირითადი თხზულება: ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი და ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე. და საინტერესოა, რომ სამივე ერთსა და იმავე ადგილს ასახელებს, გელათის მონასტერს. დიახ. აღწერენ, რომ თამარი ჯერ მცხეთაში დაასვენეს, შემდეგ კი გელათში, საგვარეულო საძვალეში გადაასვენეს. აი, ერთგან პირდაპირ წერია. გელათსა დაამკვიდრეს თავისა შინას ამარხოსა. საკმაოდ ცალსახად ჟღერს, არა? კი, ნამდვილად. და ამას წონას მატებს გვიანდელი ისტორიკოსების ფარსადან გორგიჯანიძვისა და ვახუშტი ბაგრატიონის ცნობებიც. ისინიც გერადზე მიუთითებენ. მაგრამ განსაკუთრებით დამაჯერებელი ალბათ არის 13 საუკუნის სიგელი. ეს 1260-1267 წლებით თარიღდება. იქ ნახსენებია თამარის საფლავის მწირველი, ანუ მომვლელი, ასე ვთქვათ, ვინმე ილარიონ ფავლენი. მწირველი, ანუ ოფიციალური მომვლელი. დიახ, ოფიციალური მზრუნველი. და როგორც თქვენს წყაროებში ისტორიკოსები ლორდ კიფანიძე და სამუშია აღნიშნავენ, ეს ძალიან ძლიერი არგუმენტია. ანუ იმის დასტურია, რომ საფლავის ადგილმდებარეობა ცნობილი იყო და მას სპეციალურად დანიშნული პირი უვლიდა. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი არ არის, საფლავს ხავდეს ოფიციალური მზრუნველი? მართალია, ეს მწირველის დეტალი თითქოს ბევრ კითხვას პასუხობს. მაგრამ აი სწორედ აქ იწყება ამბის გართულება, ხო? თქვენს მასალებში ხომ ალტერნატიული ვერსიებიც ბევრია, მაგალითად ვაჟა-ფშაველას მტკიცე რწმენა, რომ თამარი ფშავშია დაკრძალული. კი, ვაჟას ვერსია. ეს ხალხურ გადმოცემებს ეფუძნება და როგორც ტექსტებიდან ჩანს, ვაჟა პირდაპირ უარყოფდა მემატიანეების ცნობებს გელათზე. ასევე ის ამბავი ფრანგი ჯვაროსნის დებუას წერილზე, ზურაბ ავალიშვილმა რომ იპოვა. თითქოს ლაშა გიორგის დედის, ანუ თამარის ნეშტი, იერუსალიმში მიჰქონდათ დასაკრძალად. იერუსალიმის ვერსია. თუმცა საინტერესოა, რომ თავად ავალიშვილსაც, როგორც თქვენს წყაროშია ნათქვამი, ეჭვიეპარებოდა ამ ცნობის ნამდვილობაში, ანუ თვითონაც ბოლომდე არ იყო დარწმუნებული. დიახ, და თუ ამ ლეგენდებს უფრო ფართო ჭრილში შევხედავთ, აი როგორც თქვენს ერთ-ერთ წყაროში ისტორიკოსი ლორდ კიფანიძე ხსნის, ეს ვერსიები განსაკუთრებით მაშინ იკრებს ძალას, როცა ქვეყანას, უჭირს. ჩნდება ერთგვარი სურვილი, რომ ქვეყნის ძლიერების სიმბოლოს, უდიდესი მეფის განსასვენებელი იყოს დაცული, გადამალული. ეს გვაფიქრებინებს, როგორ ყალიბდება და იცვლება ისტორიული მეხსიერება. რა როლს თამაშობს მასში ერის მდგომარეობა. ლეგენდები თითქოს ისტორიის, თავდაცვითი მექანიზმი ხდება. საინტერესო პერსპექტივაა ნამდვილად, ლეგენდა როგორც პასუხი ისტორიულ გამოწვევებზე. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ ფაქტებს. კონკრეტულად არქეოლოგიას. თქვენს მასალებში აღწერილია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1920 წელს გელათში ჩატარებული გათხრები. იმ აკლდამაში, რომელიც თამარის საფლავად ითვლებოდა, სულ სხვა რამ ნახეს არა თამარი, არამედ 4 სხვა მიცვალებული. ქალი, 2 ახალგაზრდა მამაკაცი და ბავშვი. ეს ხომ პირდაპირ ეწინააღმდეგება გელათის ვერსიას? ერთი შეხედვით ასეა. კი, ერთი შეხედვით ნამდვილად ასეა. მაგრამ როგორც თქვენი წყაროები განმარტავენ, ეს აღმოჩენა სულაც არ ასამარებს გელათის ვერსიას საბოლოოდ. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მონღოლების შემოსევის საფრთხის გამო ნეშტი საიდუმლოდ გადაასვენეს. შეიძლება იქვე, გელათში, სხვა უფრო უსაფრთხო ადგილას, ამ სულაც სხვაგან. ეს ხსნის, რატომ შეიძლება ყოფილიყო ის კონკრეტული აკლდამა ცარიელი ან სხვავებით დაკავებული. გასაგებია, ანუ გადამალვის ვერსია. დიახ, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გადასვენების პირდაპირი ისტორიული მტკიცებულება, რამე დოკუმენტი, ამ ეტაპზე არ არსებობს. ეს მხოლოდ ვარაუდია.
ასე რომ, თუ მხოლოდ თქვენს მიერ მოწოდებულ ისტორიულ დოკუმენტაციას დავეყრდნობით, ყველაზე თანმიმდევრული და მყარი არგუმენტები მაინც გელათის მონასტრის სასარგებლოდ მეტყველებს, მიუხედავად აი ამ არქეოლოგიური თავსატეხისა. ერთ მხარეს გვაქვს ძლიერი ისტორიული კონსენსუსი გელათზე. გამყარებული მემატიანეებით პლუს ისეთი დეტალი, როგორიც საფლავის მწირველია, ხო? მეორე მხარეს კი ღრმად ფესგვადგმული ლეგენდები. ფშავი იერუსალემი და დამაფიქრებელი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც კითხვებს აჩენს. თქვენი წყაროები, ესე იგი, სწორედ ამ ორი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ხაზის თანაარსებობას გვიჩვენებს. დიახ, ზუსტად. და აქ მთავარი კითხვა, რომელიც ამ მასალების ანალიზიდან ამოდის, შესაძლოა ის კი არ არის, სად არის თამარი დაკრძალული. არამედ რატომ იქცა ეს საკითხი ასეთ მუდმივ საიდუმლოდ და ეროვნული მნიშვნელობის თემად. თქვენი წყაროები კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება აირიოს ისტორიული ფაქტები, ხალხური მეხსიერება, ლეგენდები და ეროვნული იდენტობის ძიება. ეს განსაკუთრებით მძიმე ისტორიულ პერიოდებში ხდება და ბოლოს, ერთი კითხვა დასაფიქრებლად, რომელიც სწორედ ამ ტექსტებიდან იბადება. თუ კი 13 საუკუნის დოკუმენტით დასტურდება, რომ საფლავის ადგილი ცნობილი იყო, მას სპეციალური მზრუნველიც კი ყავდა, რა განსაკუთრებულმა გარემოებამ ან მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომში ასეთი მასშტაბური გაურკვევლობა და ლეგენდების ასეთი აყვავება ამ ადგილის შესახებ. ეს კითხვა, რა ვიცი, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება.